გამარჯობათ მეგობრებო, ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში და ისე ვარეაქტებთ ცხელ ძაღლს, იგივე Hot Dogs. სეზონის 3, სერია 6. აქ უნდა გადავახვიოთ, იმიტომ რომ წინა სერიებში ნაჩვენები კადრები იქნება და აი აქედან უნდა დავიწყოთ. დავეშვით. სალამი რაგოს. კაცრავად, ბატონო ბიზინა რომ შეგაწუხეთ, მაგრამ ძალიან სერიოზული საქმე მაქვს. კი ბატონო. დავაიქე და არხი გამოიწერეთ. გესარებად. თამაშდება 25 ლარი. აი, ნამდვილია. აგერ არის ფიქრობთ რომ რაღაცა ტყუილი ფული არის, ნამდვილი 25 ლარი თამაშდება. 25 ლარი. არა. ამჯერად ჩემ მეგობარს ჭირდება თქვენი. გათამაშების წესებს იხილავთ აღწერაში. დალეთ ამას. რატომაც არა. ხმას აუწიო. ხმას აუწიკე. დიახ, ამა მოგვიხარშე. ძალიან კი მერიდება თქვენი, მაგრამ თქვენზე უკეთ ვერავინ დაგვეხმარება. რა გინდა ახლა ეს მიგებული მოგებული. პირდაპირ მითხეთ რა შეესაბამება. კაგუნორჯოს? ეს ჩვენი ძმარი, იმ ტიპს რო უცხოელს რო უმზადებდა იმას, fake სუვენირებს. ერთი ჩემი უბნელი ბიჭია რა. დედა ადრე მოუკვდა, მამამ სხვა კალი შეერთო. დედა ინჟინერი, მამა დიასახლესი. და ის დაემართა, რაც ასე უპატრონოდ მიტოვებულ ბავშვებს ემართებათ ხოლმე. ქუჩაში გავიდა, სკოლას კი ვერ დაამთავრა. საჭო მეგობრებს დაუკავშირდა. ბოლოს ერთი ნარკომანი გოგო შეუყვარდა და აი იმის ხათრით ნარკობიზნესშიც კი ჩაება. ეს იმაზე ელაპარაკება. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად უდანაშაულოა, ძებნა მასე გამოცხადებული. ამიტომაც იმალება. თუ ძმა ხარ ახლა ისი რა გითხრა? ბაშკირაზე მოხდეს და დამალობანა. ხო, და გადაწყვიტა პოლიციას ჩაბარდეს. ამიტომაც დაგჭირდა ჩემი თავი. აი ეგ არის. არა ბატონო ბიძინა, საქმე უფრო სერიოზულადაა. მაინც? გუშინ ვიღაც ტიპები დაადგნენ. $10,000 მოსთხოვეს. 3 დღის ვადა მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლედ დაემუქრენ. ვა. როგორ ძანდებით ბატონო ბიძინა? მადლობ. როგორ არის საქმე მუზეუმში კიდე ხო არაფერი მოუპარავთ? ღვთისა და თქვენი წყალობით კარგად. იცი სხვათა შორის იმ ექსპონატზე ერთი ახალგაზრდა ნიჭიერი მეცნიერი მუშაობს და უკვე საკმაოდ სერიოზული შედეგებიც აქვს. კაი კაცო. ბიჭო, ეს ძალიან კარგი, მაგრამ ამ მეორე ექსპონატზე რა მოუხერხოთ ეს? აკაც თქვენი იმედი გვაქვს ბატონო ბიძინა. და რა გითხრა ჩემო ირაკლი? ერთი წუთით ხალხო, გისმენ გიგა. ერთი წუთით რა? სასწრაფოა. დიახ, გისმენ გიგა. გაგრძელდება რეაქტი, როცა გიგა დაწერს კითხვას რა. ჯერ უნდა გავცეთ პასუხი. რაღაც უნდა მკითხოს ერთი წუთით. დაველოდოთ. აბა ნახოთ, როდის დაწერს. ჯერჯერობით არ წერს რა, არაფერს არ იფიქროთ, რომ უწელავ ძალით, მეც ანერვიულებული ვარ სასწრაფოდ. სასწრაფოა უბრალოდ და ხო ხდებით მაგიტომაც ხა არ გავერთო მე სერიალის მოსმენაში, თორე რა ვიცი რა. აღარაფერს აღარ წერს. აი ეთყობა, დავაგვიანე პასუხი რა, კაი გავაგრძელოთ. ასე რა იმის ხმა ძალიან ძნელია. ხო, მაგრამ შენი ნალაპარაკებიდან მე ჩემი დასკვნა გავაკეთე. ეგ ბიჭი პირდაპირ უნდა მივიდეს პოლიციაში და ყველაფერი გულწრფელად აღიაროს. ხო და თუ რამე დანაშაული მიუძღვის, ხო? საშალი გაუნახებდება. ხო, მაგრამ მე ცოტა რთული საქმეა. რატო კაცო? არ ურჩევნია რომ პოლიცია იმ ბანდიტებზე გაიყვანოს? ვიდრე იმათი ხელით მოვდეს. ეგ მეც ურჩია, მაგრამ პოლიციის გაგონებაც არ უნდა. კარგი თანახმაო.
ოღონდ გარანტია მჭირდება, რომ ხელს არ მახლებენ და რამე სხვა საქმეს არ შემდენია. აბატონო კაცი. რა ხდება და? ავაგაცო, უყურებ ამ ტელევიზორს და გიждები. ეგ რა არის ქუჩებში ნამდვილი ომია. ოშკა დასაყარალი კაცი. რა არის, ბიჭი? რა ამბავია? ხომ გითხარი, რომ ვიხარჯები მე? მე ვარ მასპინძელი თუ შენ? დარგით რა. მაგას რა მნიშვნელობა აქვს? დარგით. ცივია. ნუ ფლაგავ მაგას. ხომ ხედავ რა ხდება? ყოველთვის შეიძლება დაგჭირდეს. სპეცნაზი და გადაცმული უშიშროება დაერია ხალხს. მაგარი ბათქია. ვერ გაძღნენ ეგ ათახსირებულები ამოვიდა ხელში. სად იყავი? ქალაქში. იქნებ მეც მინდოდა წამოსვლა, არ უნდა გეკითხა? დაიწყე რა. იცი რა? მე მივდივარ. სან მინიხარ? სასეირნოდ, ბულვარზე. სულ გააფრინე? ვერ ხედავ რა ხდება? არ მაინტერესებს. შენ რა მამა ჩემი ხარ, ჩემი ქმარი ხარ თუ საერთოდ ვინა ხარ? მეგი, ჩვენ ხო შევთანხმდით. გავგიჟდი ძიაფრიდონ აღარ შემიძლია ამოწ კედელში. ცოტა უნდა მოითმინო. ნიკო, ისე შენც რომ დადიხარ ქუჩა. მთელი ქალაქი პოლიციით ასავს. რომ გაგაჩერო და პასპორტი მოგთხოვ. რა შუ? დავეთესები. დავეთესები. აუ ნახე რა ხდება თო. ვინ არიან ეს ბარბაროსები? ეს ნამდვილი კადრები იქნება, შესული უოჭვა. ხედავ რა შვებიან. კლავენ ერთები. უნდა წავიდე. სად მიტინგზე? რა საქმეა ზეაფრიდონ? თქვენი წასვლა იქ არ შეიძლება. იქ შენ ბიჭებს ემეტა სახში რა გამაჩერებს. მაშინ მეც წამოვა. არავითარ შემთხვევაში. შენ რომ გაგიჭირო, აღარც გამოგიშვა. მაგათ იმდენი ყავ დასაჭირო, ჩემთვის ნაღდათ არ ცხელად. წავედი. მე წამოვა. არქი რას ბოდავ ეხლა რა? რას ამბობ ბაბა მეგი? რა მოხდა რომ წამოვიდე? შენღა მაკლი ხარ ამ ქუჩიშხუბში რა. დაგინდა ყველაფერი რომ დაწყნარდება რესტორანში წამოვა. გვირდები. ეს არასოდეს არ დაწყნარდება. დაწყნარდება. განსაყარელი კაცია, ოშკა. ვერ გავიგეზო სადა ხარ? ოპა, მოხოდილა ბემბერი. მოუხო მარცხნივ? მარცხნივთო? მოდი ეს ამას უთხარი რა. მოდი ეს ამას უთხარი რა. ნე? ხო. 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 გაიასნე? სერგო, გაიასნე თო. გავაიასნე ხო, გავაიასნე. ოპა, ვექტრაბე. რა ხდება თო? იჭია მაგარი ნაცემი და ცუდად არა. ვა. შენი ვინ არის? ჩემი სტუდენტია. თქვენ ფრიდონ შამილაძე ბრძანდებით, არა? დიახ. შეიძლება ელენთაა გახეთქილი ნახე რა დღეშია. საავტობუსში გადამოყვანილეთ. აი მე მაგას არ წავიყვან. ვის არ წაიყვან ბიჭო, ხო არ გაგიჩნდა? წავიყვან და მორჩა. თო დავსებოდი. მარას აქტივისტებს სოროსმა მიხედოს. აურიეს მთელი აჭარა. სერგო, რა გინდა? მოდი აქ მეთქე ხოლე. მოდი ახლა ეს მოშ დავიყანოთ. რატოს კმარაა ბიჭო? ხო არ გაგიჩნდა? აი ვინც მაგათ აურია თავი, ის არის მოსაკლავი. ადეკეთ. მაცა, ახლა რა ვქნათ თო? ყველა ვერ ჩავეტევი. მე გავყვები. თავარი ექიმ ჩემ ბიძაშვილი. კოშკა, მაშინ მე და შენ ფეხით გავიდეთ რა. სერგო, მოდი ეგა და
ძალიან მაგარი კაცი. ესეთ ხალხი არ უნდა ბერდებოდეს, იმენა არასდროს რა. გივი სადაც თამაშობს. გამოსირებული შენი სიძია? ო, ჩემი სიძია. ეს გამოსირებული შენი სიძია? დებილია რა. ძალიან მაგარი კაცი. ეს გამოსირებული შენი სიძია რა? ისე ჩემი სიკეთის არ იყოს ჩეჩნებს გადაეყარე რა. მუსიკები რა უბედურება. მოერენი არიან გოშა და ჩემი დაბრედილია. დაბაგარმა და ნიჟერაძე მაგრად იჭირეს ორივე საკაიფო ადგილას გადაგმოლის. მაგათმა გამომიშვეს აქ. ერთ დაბაგარი ხო ძაღლია რა. განაც როგორი იდეინი ძაღლი. მაგრამ დავწმუნდი ძმაო რომ კაცი ყოფილი. ისე გავიგე ბიჭო. თურმე სამსახურიდან გამოუგდია. კიდევ გაირო არ დაიჭირეს. აბა ეხლა მაგა ჭკუა აქვს თავში. ისე ძმაო არ ვიცი რა საპირებია. აქაც მაგრა აურია სიტუაცია. ხო, კაცმა არ იცის რა მოხდება. რუსეთში ვფიქრობ. არ ვიცი დონე. მე რაღაც ვიცი. დროზე დაახვი აქეთ. სანამ ორი კაპიკი გილეკა. მე გვიან არ იყოს. შენ რა საპირებ? ჩემთვის რუსეთი დაგედელია. ვაგაცასოს მაყუთი უნდა. ვიფიქრე აღ დავჭები. პატარა საქმეს დავაწყობ. მაყუთს ვიშოვი და მე გამორჩება მე. მაგრამ ხო ხედავ რა ხდება. ნახე ვინა. ვინათო? აი ეს წითელ გასწუ კი რა უკეთია. გივინც კი როლი არა? ხო, ვინც კი როლია, თო. ის კიდე ხალხსონა ცეცხლ. ეგ ვიღა ჩემი ფეხები. ეგ იცი ვინ არის თო? ხელი აქაური უშიშროება. პატრანი შიკები. დამოჟინე. პოლიცია. აი ესე უჭირავს აი ხოჭი. ამათ რო გითხო დღე და ღამე ცენსაგინებენ. ამ დროს თბილისელ შიშკას პაჩოტის ხდებიან. რა პონტია თო? ხალხს აგიჟებენ? არა თო. აქ რაღაც ხო ამბობია. ეს ის გიროლი? რევოლუციონერმა არ მაძლევს თამამდობი რა. ეთქობა დაჭერეს უპირებდა. იშუსტრა და ბათუმში მოწყდა. აქაურები რატო არ მიიღებენ? ამას რო ინფორმაცია აქვს, ეგეთ თვითონ. პრეზიდენტს არ ეკრება. Привет. Эй, მოხდა რა მე? არაფერი. წამ კაფეში ავიდეთ. წამ? ერთი ბიზნესმენისგან მინდოდა ინტერვიუს აღება. ახლა ხან დაბრუნდა საქართველოში. იმან აქ დამიბარა. მე უთხარი ცურაზე ვგიჟდები თქო და იმაც დამპატიჟა, რამდენიც გინდა იცურავეო. ეხლა სად არის? ვინ? ბიზნესმენი? ხო. შეხვედრა ჰქონდა და წავიდა. გადავწყვიტე შემდგომ სიურპრიზი გამაკეთებინა. მართლა დავი? ოპერატორი გავუშვი და დაგირეკე. ცურვა იცი? ვიცი. ხას მეყურა. მაინტერესებს ფარული კამერა სად გაქვს ჩამონტაჟებული. სად გავიცინოთ? რაღაცის გაგება გინდა ჩემგან, ხო? შერლოკ ჰომსი ხარ. გივინს კროლს იცნობ? ვიცნობ. მამა ჩემის მეგობარია. შეგიძლია მითხრა როგორი კაცია? ძალიან კარგი.
მაშინ ხო ვერ ამიხსნე ამ ძალიან კარგმა კაცმა. გენოშავდიასთან ერთად ნარკოტიკებით სავსე ტრაილერი რატომ გააჩერა. ეგ ტრაილერი აქ არჩებოდა. საქართველოს გავლით ჯერ თურქეთში, მაგრამ კი ევროპაში უნდა გასულიყო. მაგ ტრაილერს 5 ქვეყნის სპეცსამსახურები უთვალთვალებდნენ. ნარკოტრასის გაშიფრვა უნდოდათ, ავღანეთიდან ბოლო პუნქტამდე. მაგრამ ამ ხოლო ოპერაცია ჩაიშალა. გივიმ კი ვახტანგ გორგასლის მედალი მიიღო. მიიღო, მაგრამ მერე სამსახურიდან გაანთავისუფლეს. მითხარი რა ქვია ამას, დებილობა? დავიჯერო ეგეთი დებილია? გივი დებილი ნამდვილად არ არის. მაშინ გამოდის იმ ხალხის დაკვეთა შეასრულო, ვისაც არ აწყობდა ამ ნარკოქსელის ჩავარდნა. ვერ გავიგე. რა არის გაუგებარი? გაჭირეს ერთი კონტეინერი, სამაგიერთ ბიზნესი გადაარჩინეს. ამ საქმის შემსრულებელი კი თავისთავად ცხადია დასაჯუქრდებოდა. ხომკას მის რა ფულზეა ლაპარაკი? არის ამაში ლოგიკა? კი, მაგრამ გივი არ არის ამაზე წამსვლელი. თვითონ რატომ? რას კარგავს? თუ არ გაუგეს ხო შერჩება? აი ხომ ხედავ ორდენით ჩამოკიდეს. თუ გაუგეს და ამ შემთხვევაში ფეხებს მოსჭამე. გენიალური თავში საფარი აქვს. რა თავში საფარი? შეხედე, როგორ ჩაეხუტა შენი ძალიან კარგი კაცი აჭარის რეჟიმს. იცი ვის გვერდით გას მაქსურაძე? აზერო. ხასენ ცეცხლაძის გვერდით. ეს ის ცეცხლაძეა, საკუთარი ხელით რომ ყავს ჩაცხრილი სამი კაცი ბათუმის პორტში. მაგისი შეიარაღებული ბანდიტები კი საკუთარ სახლებში არბევენ ყველას. ვინც ბედავს და ხმას იღებს რეჟიმის წინააღმდეგ. როგორ გონია ხასან ცეცხლაძის ნაირი პირუტყვი? ტყუილად ჩაიხუტებს ვინმეს. მით უმეტეს თბილისში ამ ხელთანამდებობაზე ნამუშევარ კაცი. მითხარი ახლა, რას ნიშნავს ძალიან კარგი კაცი? მარტო ის ვიცი რომ გივი ინსკირველი წესიერი კაცია. მომისმენე? ეს ის არ არის რაც შენ გონია. მე მუნდირის ღირსებას არ ვიცავ. მით უმეტეს როცა აღარ მაქვს ეს მუნდირი. გივი გამოიყენეს. შემდეგ მოიშორეს, ეს ნამდვილად ვიცი. ბათუმში რა უნდა, მე ამას ვერ გეტყვი, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. დაგო, გაანები ამ საქმეს თავი. მე იმიტომ კი არ გეუბნები ამას, რომ ვიღაცას ხელს ვაფარე. უბრალოდ ვალდებული ვარ რომ ეს გითხრა, იმიტომ რომ თავი არ მინდა საფრთხეში ჩაიგდო. დანარჩენი შენი გადასაწყვეტია. ხო, ჩემი გადასაწყვეტია. შენი ვალი იყო გერჩი. ჩემი ვალია უარი თქვა მაგ რჩევაზე. ნებისმიერ შემთხვევაში დიდი მადლობა. ოუ, რა ბადრიჯანია, ბრატ. ვარა რომა. რამეს მოურჩებით რომა და შენ ვიდეო შევუძლებდი. რა ტიპი ხარ? თითქოს ძველი ბიჭი ხარ. თან მაგარი მართალი ვინმეც ხარ. არა შეესაბამება ერთმან, ეს რა უნდა? შარზია. ფარის პატივისცემა იცი. ისე წესის ჩემ ქალებს უნდა მოწოდე, არა? ეგ შენ ჩემზე კარგად უნდა იცოდე. დიდი ეშმაკიც ყოფილ ხარ. თან ირონიაც რო გაუშვა. სადის წავლა ეგეთი რამეები ციხეში? სპეციალური გუვერნიორი მყავდა. გუვერნიორი? რა სიტყვას ხმარობს გავგიშდი. საწყალი შენი მშობლები. ეტყობა წესიერი, ინტელიგენტი ხალხი იყო. განათლება მოგცეს. შენ კი კრეტინი გამოუვიდათ. არა, ცუდი ბიჭი არა ხარ. მაგრამ უბრალოდ ცუდ წრეში ხარ ჩავარდნილი. სამაგეროთ მამა შენს ხო გამომართლა? ხო. მე შეიძლება ყველაფრის ღირსი ვიყო, მაგრამ ბიჭო, ხა ესეთი კოშკას რამეში თამაშობს ეხლა? ანუ რამე სადმე იყო ფილმში ან რამეში, ანუ ამის მერე? არა მგონია, ხო? აპარაკი არ გეტარდება. მე კი შენი სადღეგრძელო მინდა და მეთქვა. თქვი მერე გეხუმრე რა. მთელი ცხოვრება გარეწარ კაცებთან მქონდა ურთიერთობა. ერთადერთი ვინც გარეწარი არ არის მამა ჩემია. მაგრამ რა ქნას? კომპიუტერში ჩაუყია თავი და ვითომ არ აინტერესებს რა ხდება გარშემო. მამა შენი მაგარი კაცია. მართლა? იცი რა არის? მე რო უყურებ ამ ცხოვრებაში ზოგი მგელი ხდება და ზოგი მგელზე მონადირე. მამა შენი კი დარჩა ის რაც იყო. მე ეგ ვერ შევძალი.
მაშინ მოდი მამა ჩემს გავამარჯოს. გავამარჯოს. დრო ისე გადის, უკან მოხედვასაც ვერ ვასწრებ. არავითარი გეგმები არ მაქვს. შენთან ერთად ვპები ამ ბათუმში. ვინ ხარ, საიდან მოხვედი და საერთოდ რას აპირებ? საბუთებს ვიშოვნე და მოსკოვში წავალ. მოსკოვში? მე? შენ თბილისში დაბრუნდები. ხო, მართალია. აბა მთელი ცხოვრება ძიაფრიდონთან ხომ არ დავრჩებით. მე ჩემს სილამაზის სალონს და მამა ჩემს დავუბრუნდები. შენ კი შენ შპანას. ამას ებოსება და არ ეუბნება. გოგო ყაჩაღებს გამოსტაცა. ოპა, როგორ ლონკა მოუხსნა. როგორ ეფლირტავება პროსტა. და გაქრა. რაგენს გავმარჯოს. დამისხი. შამპანიორის აღარა გვაქვს. ერთი მოვხედე რა. გისმენთ? ერთი შამპანიორის მოგვიტანე რა. ერთი წუთით. არა, რასა იაზო, ბიჭო, ფლირტავ. ოპა, რაღაცა აქ ვერ მოხდება, კაი ამბავი. სტუმარ ხალხთან გოდიში. მაგრამ ჯერ თუ არ აპირებ დამთავრებას, მაშინ ეგება ცალკე კუპეში გადასულიყავი. წუთში გადაგიტანთ ყველაფერს. დაშია საქმე, უფროსო. ისეთი ხალხია მოსასვლელი, რომ აქ ვინმეს ყოფნა არ შეიძლება. კიდევ მაპატია. რას ქვია ხალხია მოსასვლელი? ჩვენ რა ხალხი არა ვართ? ხალხი რა ვარ ახართ, მაგრამ არ მინდა უსიამოვნება შეხვდე. მამაშვილად გეუბნები. მამაშვილურად გვემუქრები არა ბიძაშემო. არსადაც არ წავალ, ერთი მინდა ვნახო ვინ ჩემი ფეხები არიან. თუ ზმახარ მოკიდე ამ გოგოს ხელი და გეიყვანე აქედან. სანამ გლახ არ მომხვდარა. მე ჩემი გითხარი და შენიც. ბიძაშემო, წადი რა საქმეს მიხედე რა. უფროსი კაცი ხარ და იმიტომ არ გეუნები არაფერს. თორე უსიამოვნება რაც არის, განახებდი. ოპა! ატარა ფეხის ნასოსივით მიაკაჩავა. აი მოვიდნენ უსიამოვნები. ვაიმე უჩა დამაგვიწრა იმაზე შეხმიანება შენზე უშინაც მიხარი ინსტაგრამზე მომწერა რევოლუციას პროფესიონალები ჩემო მოგერა ხო მაგი როგორ არის იცი ლენინმა რო თქვა უხარკა ბუდით უკრავლია გასუდას კომო აი ისია მაგაც სულხე გასაუბრა და კოშა აი ეს გამომართვი აი კოშა რევოლუცია გუკა შაბოდით სიმონ პეტროვიჩ ჩანთაში ჩაიდი სირვარში გამჩნევენ დაახლოებით წადი აქედან რა ხდება? გააკეთე რასაც გეუბნები გარეთ ტაქსებია ჩერჩეთი და პირდაპირ სახში წადი ახლა ოპა, უნგერა და მთელი ამბები, ბიჭო. მოგიდე სხვა სუფრაზე გარაჯდება კოშკა. აი ხარ. მე ფოტოს ველამენ. ანდა შესანიშნავია. ეს რაღაცა პროცესი შეგაფი. ხო, გეიმის სისტემა ახლა. დაცვას ის რომ გაიყვანა, ხო? ნიპოლა. და ნიბუშალო.
ერთი შენთან კაცს უნდა ლაპარაკი. აქ მე ლაპარაკობს. მოგიდა ერთი ხელი. მოიცა ბიჭო ვერ მიტო იარაღი იმიტომ გაატანა რომ ეს დაცშულები მაინც გაჩხლიკავდნენ მაინც ამას აპირებდა და გაჩხლიკავდნენ და იმ იარაღს ამოაცლებდნენ და შეიძლება და მე რამე შეეტენათ ხო და ბიჭო ვერ მივხვდი ანუ ეს ტიპი ვინა იცნობს საიდანვე გახდება არაფერი დაერე ალბათ ბაცი ექიებს ხო დიახ უკეთრო ახლა მე მოვალ გამოყვეთ მომერა თუ სხვა არაფერი არ იქნა ეჩვი გვაყოფილებს და ვინა არ ვიცი საკუთები არა აქვს შენ თვითონ ვინა ხარ და რა გინდა მე ვინა ვარ შენ ხო გითხრენ დაახვი აქედან შენ აბიჭ ვარო ხო გითხრენ რას ხტუნავ რო ხტუნავ რასაკეთებ ბათუმში შემოგაგზავნათ ხო ცოლთან ერთად ავარ სვაძებნიში სვაძებნა გამეგექნება ამაგამ კამერაში საცხოვრობ ინტურისში შენ აპოზო აროს ინტურისი რემონტია საიდან ახარ კმარადატო თავისუფლების ინსტიტუტიდან უში ახმაროს ზაათრიეთ ახლა ეს პედარასტი ბუჭასთან კაბეზეში და ის მიხედავს რა შეაწიტა ესე უფრო დაამახსოვრდება Кайкса, бичо. Опа, გაუჩერა. ელოდებოდა, ბიჭო. მეგიელ რაგის. რაგის. არაფერი, წავედით. აქ $10,000. ასეთ საქმეზე ჩემი გამოცდილებით ყველანი არ მოვლენ. ესე არაა ზახარიჩ? ერთი ან ორი კაცი მოვა. შეიძლება უცხოვინმე მოგიგზავნონ. მოკლედ, შენი ამოცანა ეს ფული გადასცე. მორჩა და გათავდა, გაიგე? გავიგე, მაგას რა გაგება უნდა? ბიჭო, ქათამაძე. ამ ხელა ოპერაციას რო გეგმა. ხალხი ყოფნის? რა თუნდა ამას ბევრი ხალხი და სპეცნაზი ბატონო ბიძინა. ეხლა ხო არ ვიჭერთ არა? ჩვენთვის თავარია უკან გავყვეთ იმას, ვისაც ბაშკირა ფულს გადასცემს და მაგათ ბუნაკს მივაგნოთ. შემდეგ შევხედავთ, რამდენი არიან, რა შეიარაღება აქვს და ისე დავგეგმა ვაყვანის ოპერაციას. ეგ შემეშლება, მე ბოლოს და ბოლოს ამდენი წლის სტაჟი მაქვს. ბიჭო, ქათამაძე. შენ ჩეჩნები უბრალო ხალხი ხო არ გონია? ყველაფერი კარგად მოიფიქრე, თორე გაგაც უცურაკებენ თავარიშ დაჭარნიკ. ბატისჩუკები დავიჭერ ზახარიჩ. დარდინუ გაქვს. შენ კიდე ისექენი ბიჭო ეს არაფერი არ იყო ძმა იმ კადრებთან კი არა მაგ დროს კაროში დაიგე ვა ლექსო შემოდი არა ბიზნესთან მაქვს რაღაც საქმე მე შემოდი რა დგახარ არა ხელს არ შეგიშლით რაღაცას ვეთყვი და მე შემოვა ხო რა გინდა გამოვიდე ხო რა ერთად რა რეზო ხო არ ჭირდები წავალ ჭირდები ვერ სადაც ვერ წახვალ ორივე მჭირდებით შენც და ლექსოც ვა რა შეესაბამე ზახარიჩ ისეთ ღვიძლის მწვადს გაჭმევ. ხოლოს გაგიშდები. მე ხო იცი ეგეთ. ეს გაგიშდაცმა. პოლიცია ჩაფარდა და რაღაცებს პასრობელ წუდა და გაფიტრებულია პირში ნერწყვი აღარ აგდა. პატეკოში გახვალ ღვიძლებს გაჭმ. აუ რა იდიოტი. ტიპი არ მეშლება. ეს მარამია. ბაჟავს. არაფერი არ იყო არივედერში დადგმული. საერთოდ არაფერი არ იყო დადგმული. შენ მორჩი ამასთან? მაგ დროს იყო ჩემი ოჯახის წევრი. არაფერი არ იყო დადგმული ძმა.
Это катамазы какой хорошее предложение сделал, ара. Вызлись в сады, говорит, баде конши, говорит, очень, говорит, кушать хочет, цаму, молодец. Ара ის ახლა ჭამას მისდრო რა? Смысл ты შეგეთახმები. რა შეიძლება ჭამას? აუ, ეხლა ნერვები მომიჩნე რა. საადგნახე ბიჭო, შეიძლება კაცის გაკეთებული საქმე. მითხარი რა მოხდა? გივის ბათუმიდან დაურეკავს ლადო ჯიბუტისთვის. კაკაურიძე და გრონიჩევი უკვე ბათუმში არიანო. კაი კაცო. დაზერაგია? 17 რიცხვში დიდი სხოტკაა დანიშნული. როგორც ჩანს, მაგ დროისთვის აპირებს ჩამოსვლას. მოკლედ ლადოს უნდა შევხვდეთ და მოვიფიქროთ რა შვებით. კი ბატონო, შევხვდეთ. მაგრამ ჯერ მწვადი, იმიტომ რომ წამო მოსულა? Hoppa, რა ხდება და ვის დაადგნენ აქ? იმას მიადგნენ ბიჭო მეთევზეს? მარა რატო? აქეძებენ ისევ. Всё, яснია, დაუდგეს, თემა შეუკერეს, ხო? ეს ბოზის, У тебя авторучка есть? Ау, баускат, Анна, бичо, моцва. Всё, трупы ხარში ბოზო. ზაღლებს მოკითხვა განსაკუთრებით მაქს ხელტრაკა ძახს. ბიჭო! მოდი აქ! მოდი აქ! ვიგა მოგადანეს! მოდი აქ! მოდი აქ! ფაჩულია. დილა მთაში. ტილო ზეთი. 110 130. ტილო ზეთი. 110 130. პლავკები მოგაკ? რა პლავკებთო? როგორც ვაში ბანაურს არაპირე? ვაში არა ისა. შენ მეგონი ბათუმში დასასვენებლად მოდიხარ. საგანის მიღებასაც ხომ არ აბეკ. თემო ხიდაშელი, გაზაფხული. ტილო ზეთი 117 117-ზე. შენ რანაირად მიგავთ, კაცო? შენას აგური ხო არ გონია? ხელოვნების იმუშია ნახავთ, კაცო. ხო არ გაბრაზები? ვა, ლადო. გამარჯობა. როგორ? არა. მერეკუ ესე იგი მიდიხართ. მიგვაქვს სურათები ბათუმში. საღოლ შენ ძმაო, როგორ დააბოლო ისინი ამერიკელი? მაგრად. თანაც ისე რომ ეხვეწებოდა დღესვე წადით. ძმებო, სიტუაცია შეიცვალა. მინისტრი ჩავაყენეს საქმის კურსში. რატო? ეგ რა საჭიროა? იმიტომ რომ ძალიან სერიოზული და სარისკო საქმეა. გივინსკირველიც მისი დავალებით იმყოფება ბათუმში. ოპერაციასაც თვითონ მინისტრი უხელმძღვანელებს. მოიცადე, ჩვენ რაღაც ვაკეთებთ. მთავარ საქმეს უნდა დაადგინოთ, სად ინახება ურანის კონტეინერი. დაცვა არის, არ არის, რა სიტუაცია. ამაში ინსკირველი და ჩვენი იქაური აგენტი დაგეხმარებათ. რამოდენიმე დღე გაქვს სულ.
17-ში ზერაგია უნდა ჩამოვიდეს, ეგრე არ არის? და რო არ ჩამოვიდეს? თუ არ ჩამოვიდა, კონტეინერის ამოღების ოპერაცია მაინც უნდა ჩატარდეს. ეს მთავარი ნიფტკიცებაა, რომელიც ჩვენებს ძალიან გამოადგება შემდგომში. მოკლედ, როგორც კი თქვენგან ინფორმაციას მივიღებთ, ბათუმში ეგრევე ჩამოფრინდება სპეცრაზმი. რატო? ნუ თუ ვერ ხვდები, რომ ეგ ოპერაცია ჩასაშლელად არის განწირული. ვითომ რატო? იმიტომ რომ შენს კანტორაში ისევ დარჩნენ ძველი ნაბუზრები. ხიჯაკაძეს გულისხმობ? ხიჯაკაძესაც, ის როგორია იმასაც და საერთოდ რამგონია ისი? ეგ კონტეინერი დიდი ხანი უკვე გააქრეს ბათუმიდან. და შენ გონია ჩვენც არ გავითვალისწინეთ? ინფორმაციამ რომ არ გაჟონოს, სწორედ ამიტომ მიდიხართ ბათუმში თქვენ და არა უშიშროების თანამშრომლები. თუ უკვე არ გაჟონა. ვარიანტი არ არის. ჩოლოქზე გართულებებს მოერიდეთ. სურათებს მუზეუმში რომ მიიტანთ, მიკროავტობუსი გამოუშვით. თეატრთან ჩვენი აგენტი დაგხვდებათ მანქანით, დაგაბინავებთ, მანქანასაც დაგიტოვებთ. ინსპირებელთან მხოლოდ მისი საშუალებით დაამყარებთ კონტაქტს. და საერთოდ ძალიან გთხოვთ, არავითარი პირადი ინიციატივა. მხოლოდ ინსტრუქციის მიხედვით იმოქმედებთ. გასაგებია? არის უფროსო. შეკითხვები ხომ არ აქვთ? ჩოლოგზე იარაღი ვარ შეგვატანინონ? არა უშავს. ადგილზე ყველაფერი იქნება. აბა თქვენ იცით. წარმატებას გისურვებთ. Shit, ძალიან კაი სერია იყო და ეს მაგრად გამისწორდა. და ლაიქით არხი გამოიწერეთ ხალხო, შემდეგ ვიდეოებამდე.